ხემშვიდობისა, ჩემო კარგებო. თან ახლა ჭადი უნდა მოვზილო უგებისთვის. ტელეფონი ვერ დავდე კარგად არ ჩემო. ტელეფონმა კიდემ ტანჯა რა. დიდი ჭადი უნდა გამოვაცხო, მეგონი ახლა ჩამ. ეს კაბა ჩავიცვი. მე კარგად დაგენახებით, ზევით მაგ დიდი. ამაში თითქოს რიძინასავით ნაჭერია რა წელვადი და დიდი. და ჩემს კი ეგონა მე ამაში ვერ ჩავიდოდი რა მქონდა ამაში ჩავსულელი. იმ ხელა კი არ ვარ. წელვადი რო იყო, თავიდანვე ხო ვიცოდი და დიდი რომ მექნებოდა, მაგასაც ვფიქრობდი ზევით. კოჭებამ მიგძელი კაბა ეს არაფანა. არანაი პადი უკარჩა მithვი ამის ქუშკი გავაკეთე და ისე მზეზე ცოტა ლანდახს, მაგრამ ისე დიდად არც ეტყობა. სახში ჩახოცმნათ, კაი. ახლა უკვე თუ არ დავუკარი ზაღლებ ჭადი. პური ამოგველია, პური ვეღარ გამომაცხეთ. ავიღეთ მანქანაზე 3 წელი პური. ბულკინით პურები რო ანეციათ. ხო და ამასობაში პურის ხილს ვიყიდით. ხო და მე გამოვაცხოთ. ზოგჯერ რო გვაქვს ხოლმე სახში ვაცხობთ, მე მაინც ვყიდულობ იშვიათად, მაგრამ ვყიდულობ ხოლმე პურს, იმიტომ რომ პური უფრო დაიჭირე პურს ვყიდულობ. კარგია. მაჭრება თუ არ. ჩემთვისაც და ჩემი შვილისთვისაც, მაგრამ ძალიან იშვიათად. მგონია მას მეტი არ უნდა წყალი. გამომშრალიც არ მინდა ბევრი არის. და რადგან ის არ მაქვს ახლა სახლის პური. ზაღლებს დიდი ჭადს უკრა. და გამოვუცხო დიდი მჭადი, იმიტომ რომ შივრები დამრჩება. ისე გამოცხობილი პურსაც ვაჭმევ ხოლმე სახლისაც და ის ამას პატარა ჭადებს ვაცხობ ხოლმე ხშირად და იმასაც ვაჭმევ და არ ყოფნის. ხო და ახლა მით უმეტეს არ მაქვს და ჩემს უგას ლანკო ძალიან აპეტიტიზი სუჯამა დიდან არჩოს დავაფარებ ეხლა ეს გავრიცხავ და მოვა ორი ისემდე ჩემო კარგებო აი ამის ნახევა მინდოდა გრძელი კაბა ეს ნაჯუქარიო გაჩვენეთ მაგ ეს მეთქის არაფანა ოღონდ ამაში არის წელვადი და დიდი მაქვს ზევით მაქვს დიდი მხოლოდ მაგრამ აი ეგრელის არაფანა ძელი ყავაც მოვიტანე ამას იხელა ეს ყლორტები გაეზარდა აი მეორე შეხედე და აგერ კიდი აგ და იმას რამხელ ჩემო კარგებო აი აქ დავждები ახლა ჩემი ყავა მოვიტანე უკვე მეორე ჭიქრს დავლევ ჭადი დავაკარი ძაღლებს უნდა გამოვუცხო სარეცხი გაფენილი მაქვს უფრო ძირითადად გიორგისია საგარეო ტანსაცმელები და კალათბურთზე რასაც იწმევს. ეხლა რისთვის მოვედი ჩემო კარგებო. გადავწყვიტე ისევ რადგან ახალი გამომწერები შემომეწდა ჩემს შესახებ ბევრი არაფერი იციან. კიდევ ერთხელ ჩაწერო გაცნობის ვიდეო. რამე ისე გახსენება მჭირდება ბევრი რამის დაუგეგმავად მოვდივარ ხოლმე და ისე ვიღებ წინასწარ არ ვფიქრობ დიდად არც გამიხსენებია რაღაცები რაც გამახსენდება აქ შეღეთ იმას გეტყვით და თუ რამე გაინტერესებთ შეგიძლიათ კითხოთ
ვარცხების სახელი არ მახსოვს კარგად, ახლა კომენტარებში წავიკითხე ეკატერინეს ეწერა, ეს დახმარება ან ის ბავშვის დახმარება თუ გაქვს მარტოხელა დედის, მე მარტოხელა დედის დახმარება მაქვს მხოლოდ ფურცელზე, ფორმალურად, არანაირ თანხას არ მიხდის მაგაში სახელმწიფო, არ მომცა. იმ პერიოდში მე როცა დავდიოდი და ემთხვა თუ რა იყო, არის ინტერნეტში ნახულობდი, რომ ბევრი მარტოხელა დედა დატოვეს დახმარების გარეშე და ყველა უკმაყოფილო იყო, მხოლოდ ფორმალობა ფურცელზე რაში გვარგებდა ნამდვილად. და მე როცა გავაკეთე აქ იუსტიციის სახლში მივედი და გავაკეთე, ასე მეთქე ჩვენ ასეთი არაფერი გაგვიაო, რა თანხა არის თანხავ, რაში უნდა გადაგიხადონო. აბა ფურცელზე რაში მჭირდებოდა, მაგრამ მეთქე რომ მაშინ მეუღლე უნდა იყოს მყარიო. თუ რა ვიცი მე რანაირი ფორმაა ეს ყველაფერი მაგის და ამის გამო არ მომცენ. მეუღლე მყარი რა შუაშია ვერ გავიგე, თუ ის ბავშვს არანაირად არ პატრონობს, არ ეხმარება, ვალდებულია ჯერ ერთ-ერთი ალიმენტი იხადოს, ალიმენტსაც არ იხდიდა. მე ერთ-ერთი მთავრობამ დაგეხმაროს და მარტოხელა დედობა მოგანიჭოს, მარტო ფურცელზე არა, ფულადი დახმარებაც. მაგრამ ფულადი დახმარება მიცეს მხოლოდ იმ ქალებს, ვისაც მეუღლე ჰყავდა გარდაცვლილი და ვიცი ერთ ადამიანმა გააყალბა, არანაირ მეუღლე არ ჰყავდა გარდაცვლილი და გააკეთა, მაგრამ მე არ დამეხმარა მაგის იმაში გაკეთებაში არანაირად. არანაირი მე გავზარდე ასე სოციალურ დახმარებაზე, მაშინაც სააკაშვილის პერიოდი იყო, მთავრობა იყო და სულ წარმარ აგვიხსნიდნენ და დიდი გაჭირება გამოვიარე. და მაშინაც კიდე მიზერული იყო ძალიან დახმარება. მარტო სოციალური და ბავშვის დახმარება, აი როგორც მარტოხელა და დედაის დახმარება მე არ მომცე. მხოლოდ ფურცელი მაქვს და შენახული მაქვს, იმას აუცილებლად მოვძებნი და გაჩვენებ შენახული მაქვს ეგ. კერსად გადამიგდია, როგორც ნიფტკიცებულება რა თქმა უნდა. ეხლა კიდე რაც შეეხება. მე ვარ ეთუნა, ამჟამად ვარ 40 წლის. დიდი ხანია ჩემს მეუღლეს გარცილებული ვარ, ცხოვრობ ჩემს სახლში, მშობლებთან, სადაც დავიხარჯე და გავიზარდე, ასე ქვია. ჩვილობიდან, აი პატარაობიდან გაჩენის დღიდან მე ვზდი ჩემი გიორგის მარტო. მამამის არანაირი წელი არ მიიწვის გაზრდაში ბავშვს. საერთოდ არანაირი, არც მის ოჯახის წევრებს, საერთოდ არანაირი, არავის. და ვზდი მარტო. ამასობაში ძალიან მძიმესენი დამემართა, სიმძიმნე, ორჯერ დავამარცხე. ძალიან რთული პერიოდი მაქვს გავლილი, ძალიან რთული. ძალიან დიდი გაჭირება გამომიარე. ძალიან ბევრი გულის ტკენა შემხვდა. რა ვიცი, ძალიან რთული გზები მაქვს გავლილი. რა გითხრათ, მე ენაწყლიანობით არ გამოვიჩევი, ძალიან მოკლედ ვიცი ხოლმე ყველაფრის თქმა. ერთი-ორჯერ მაქვს კიდე ჩემი ამბები მონაყოლი და არ მინდა ისევ თემებში შევეხო. მამამისი რა უპასუხისმგებლო იყო გიორგის მამა და ასე შემდეგ. იყო ერთი პერიოდი ჩვეულებრივ ვირეკავდა, პირდებოდა ზღაპრებს, ჩემს შვილსაც ახსოვს, რა თქმა უნდა, რას პირდებოდა, როგორ რა იყო ისე, ასე ვიზამ, ისე ვიზამ, ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ რა თქმა უნდა, არაფერი არ გავკეთებია საერთოდ. ერთხელ მივეცი ჩანსი. არ გამოიყენა და всё, დამთავრდა ყველაფერი იქ. მე მაგის გამო დღემდე დიდ მას გავდივარ წნეხის ქვეშ ვარ დღემდე რა, რასაც ქვია. ჩემი მშობლების მხრიდან გინდა, ნათესავების მხრიდან გინდა, საზოგადოების მხრიდან გინდა, სხვათა შორის არასდროს არამე არ გამიმწყვნებია მის გამო, რომ ოჯახი დაინგრა. მაგრამ როცა არის მოდათ ადამიანებს და გონიათ, რომ აიმე იდეალურ პირობებში არის ადამიანი და როგორ წამოვიდა იქიდან, ეგ არის რაღაცა ზღაპარი მითი, ისეთ ოჯახებიდან წამოვიდენი, მე გოგოებია ჩემს მერე ისეთებს დაინგრათ ოჯახები, რომ რა ვიცი რა, მის მშობლებსაც წარმოადგენა რომ არ ხონდათ და ამიტომ ძალიან ცუდია წინასწარ ადამიანმა რამის თქმა. ან და თუნდაც იმ ადამიანმა თქვას რამე, ვისაც თავი გოგო ჰყავს და წინ არ იყურება რა, იგივე გზა რომ არ გაიბლოს.
თავისმა შვილმა, მაგის უნდა ეშინოდეს. არ შეიძლება სხვაზე ჭორაობა, სხვაზე საუბარი. კიდე რა აქვს ამ საზოგადოებას ცუდი. როცა ვათხარ ხვდები, ყველას ეცოდები, რა თქმა უნდა, ყველა ემწოთას გვერდში გიდგას, მტერიც მოყარიც, მაგრამ თუ კი გადარჩი და გააგრძელე ცხოვრება, უკვე გქოლავენ. ой, როგორ გაბედე შენ და გააგრძელე ცხოვრება. აი ეს სცენი გჭირს ქართველებს. შინაურსაც და გარეულსაც სხვათა შორის. ამის გამო ძალიან დიდ წნეხში მოქცევა, ბევრმა ტალახი მოსწროლა, მაგრამ ის ტალახი ღმერთმა თავად დაუბრუნა მას და ბევრს დაუბრუნებს კიდე. ცილის წამება ძალიან დიდი ცოდვა. აი ძალიან ბევრი, აი ისეთი რაღაცები გამოვიარე. თუნდაც იმ პერიოდში რომ ყოფნავდი, შემდეგაც, აი, არ ვიცი, შინაურებიდან გარეული სასურველის ხმობა, აი, ნათესავების გარი, მეზობელი იქნება, ის იქნება, მეგობარი იქნება, ნაცნობი იქნება, თუნდაც იქნება, ვიცუდად შემეგო, არ ვიცი, აი, როცა სიცოცხლის უნარიანი ხარ და შენ ცხოვრებას აგრძელებ, მაგისთვისაც გქოლავენ, ვაიმე როგორ გაბედე შენ ეს დაგემართა და სიცოცხლე როგორ გააგრძელე. აი მაგისთვისაც კი გქოლავენ, იმიტომ რომ იმხელა დაბალი დონე აქვს საზოგადოებას, იმხელა შეუგნებლები, აბა თვითონ გაევლოთ ეს გზა, არ მის ოჯახის წევრს არ შვილს გაევლო, მაშინ ხო სხვანაირად იფიქრებდნენ, მაშინ ხო მის შვილებისთვის ცხოვრებას გაიმეტებდნენ, სიცოცხლეს გაიმეტებდნენ, მაგრამ როცა ჩემზე მიდგა საქმე, როგორ გაბედა, მანო ფეხზე დადგომა და ცხოვრების გაგრძელება, რა ცხოვრების სიცოცხლის უნარიანი თუ ხარ, ამისთვისაც გქოლავენ. ციეს გწამებენ, ტალახს ისვენ, მაგრამ ღმერთს მივანდე ძალიან ბრაზდებოდი, ძალიან წმინდა, ძალიან დიდი სინიანი მომაყენა მერილობა და ცილის წამებებმა, მაგრამ ღმერთს მივანდე ბოლო-ბოლო ყველა, მისაც ღმერთს მივანდე. სათანადოდ ყველა დაისაჯა და ბევრი დგას კიდე რიგში. აი, ვინც მე ცუდად შემიხება, ვინც ჩემ შვილს უნდა ცუდად შეეხება. ყველა მინდია ღმერთისთვის და ღმერთს გაეცეს მათთვის პასუხი. იგივე გზა გაიარონ მათ და როგორ მოუნდებათ მე სიცოცხლის გაგრძელება, ნახავენ აგერ. არ ვიცი, საქართველოში არის ძალიან შეგნების დაბალი დონე, საზოგადოებას აქვს ძალიან დაბალი დონე, ძალიან იმაში არიან ბნელი სიბნელეში არიან ჯერ კიდევ რა. ამით კიდე რა გითხარ ხალხო. დახმარება მაქვს, სოციალური დახმარება გვაქვს გიორგის აძლევენ. ეხლა რო გადაგვამოწმენ და ის იყო. ეხლა სხვათა შორის რა არის, იცით, ბავშვებს ყველას აძლევენ. არ ვიცი თუ ასადნე ისე რომ ბავშვს აძლევენ, მე მგონი არის კიდე უნდა მივიდეს ადამიანმა უყოთ ერთი წელია სამწუხაროდ საჭირო რომ გავიდეს და კიდე გაასაჭირო მიხვიდე მოსთხოვ ბავშვს აძლევენ 200 ლარს. საერთოდ ოჯახის წევრს რო არ მისცენ, არავის რო არ მისცენ, ბავშვს მიცემენ, ბევრს ვიცი რომ აძლევენ ბავშვს. აი ისეთებსაც რა სოციალური დახმარება არ სჭირდება ოჯახის წევრებს არ მიცენ, მაგრამ ბავშვს მისცენ. იმ 200 ლარზე ვცხოვრობ მე და გიორგი. ასე გამოდის, აქამდე ასე ვიყავით. ეხლა ჩემთვის არ დარჩა ფული არანაირად. არ წინა თვეში, არ წამ თვეში გიორგის ტანსაცმელები დაუჩა საყიდე, ეს ტანსაცმელები ძალიან ძვირია, ძალიან ბევრი რაღაცა შეიძინა. სჭირდებოდა მოზარდი აუცილებლად უნდა ფეხზეც გამოიცვალა ჭარვალი ციკი და ახალი რაღაცა მაიკები იყიდა, სარუჩკები იყიდა, ძალიან უნდა ახლები აუცილებლად სჭირდებოდა და იყიდა. თავისი ფული დავახარჯე მას, მე აღარ დამჭა, ამასობაში დაბადების დღე მოდიოდა და კიდე მისთვის გადავდე. ჩემი თავი კიდე მისთვის გავიმეტე და ძალიან უნდა რომ ტორტი ქონოდა დაბადების დღეზე. ხო და ის ფენი. ჩემი თავი გადავდე კიდე. მე მივხედავ ჩემ თავს მეთქი. ასე შევრჩი ბევრი რამე და მიმაკლდა. გადაღებამაც საიგვიანა ჩემთვის კოსმეტოლოგთან 2 თვე ვერ მივედი. და რაღაცეება რა სიზა ეს 200 ლარი თვეში ერთხელ როცა ელოდები და ყველაფერი მას უყურებს ძალიან ძნელია ამაზე ცხოვრება და სულ ახსენებს სამსახურს. არის პერიოდი როცა შემიძლია ვიმუშაო და ვიძებ ხოლმე, მაგრამ იმ პერიოდშიც ვერ ვნახულობ ვერაფერს. სოფელში კიდე წარმოუდგენია სადღაც უნდა წახვიდე.
და იმუშავა. და ისეთიც მინდა ვნახო, რომ მე შევძლო მუშაობა, მაგრამ ესეც არ არის. მე გამიცემდა ყავა როგორ არ მოწესიცება ყავა. ჯერ ეს ყავა რომ მოვადუკე, მე დაბლა იმას ტელეფონში მოუნახე. მამა ჩემს იმის ყურება უნდა რა ქვია, გამიცემდა ყავა ამიტომ. გილოცავ კიდევ ისაც ვინც უყურებდა გიყვარს მერაბდვალი შვილია თუ არ ვწდები, მისი გამარჯვება კიდევ ერთხელ გილოცავ სულად საქართველოს, მაგის თამაშს უყურებს ახლა. მგონი გამთენის ხანს იყო და დაიდო უკვე და მოუძებნე და უყურებს. და ამასობაში ჩემი ყავაც გაცივდა დადებული მქონდა და რა ვიცი ხა ჩემო კარგებო დიდად ბევრი რამე არ მახსენდება არც მინდა კიდე რაღაცა ტკივნეული რაღაცები გამიხსენო ეჭირელობა კიდე გამეხსნა და ნერვები მომეშალოს და მომეწამლოს და თუ რამე გაინტერესებს ვინც ახლა ვიხართ არიცით შეგიძლიათ კითხვის სახით დამისვათ ნორმალურად რა თქმა უნდა მე ნორმალურ ფარგლებში შესაძლებელი რამე არ წვენს ყველა ხდება ვინ როგორ წერს რა ვიცი თუ სადმე რამე მეჩი მიშელა ხო შეიძლება რომ შემიშალა ან მე ვერ გავიგე ყველას ეშლება ყველა ის არის შეუცდომელი არავინ არ არის თურმე რამე ვაწყენდი ჩემი უნებლიეთ ან ნებით უნებლიეთ ყველას დიდ ბოდიში გიხდეთ ჩემო კარგი ხო ამის გამო ისეთი ის მაქვს ზაგავლილი ისეთი მტკივნეული ისეთი ძნელი ძალიან ბევრს გაუჭირდებოდა ჩემი გზის გავლა და გადალახვა ამ ყველაფრის და მე ისე ცხოვრების გაგრძელება აი ძალიან ბევრს ეხლა ძალიან რთულ გზებს გავდივარ ძალიან დიდი სტრესი მაქვს მიღებული არც ახლა მაკლია ნერვიულობა და სტრესი. მაგრამ აქ რა თქმა უნდა ახლა ყველაფერს ვერ ვისაუბრებ, ვერ ვიტყვი, არ არის სწორი. თავრობას რომ ჩემთვის მოეცა მარტო ხელა დედის დახმარება, აი აქამდე მე რო ის მქონოდა, გაძლევენ სრულწლოვანობამდე, ხო? ბავშვი სანამ სრულწლოვანი არ გახდება იქამდე. რაღა მიჭირდა, არ მომწე. და არ მაქვს მაგის გამო რაღაცა მე ვფიქრობ არასწორი მიზეზია ადამიანს არ მისცე იმის გამო რომ მეუღლე მკვდარია ის ადამიანი იმისთვის რადგან ოფიციალურად თუ რაც არის საერთოდ არ გეხმარება არ მოდის ბავშვს არ ნაყოლობს არაფერი არ გაუკეტებია ტყემდე რა მნიშვნელობა აქვს იმას ცოცხალი აქვს მკვდარი ის მკვდარი არ არის შენთვის მაინც შენი შვილისთვის გადამრევს ეს ხა რა კანონები აქვს რა ისა აქვს ეს ჩვენ თავრობას არ ვიცი დღემდე არ შეიცვალა ეგ კანონები კიდე მნიშვნელობა აქვს ცოცხალი იქნება გაცილებული ხარ დაშცილებული ხარ ბავშვს არ პატრონობს რა მნიშვნელობა აქვს მაგას მკვდარი იქნება სად იქნება მკვდარი და სად იქნება ცოცხალი რა მნიშვნელობა აქვს მაგას ჩემთვის აი რა ვიცი ძალიან ძნელია მარტო ბავშვის გასწა აი მაინც მშობლებთან რო ხარ რაც არ მშობლებთან იყო ძალიან რთულია არ ჩემ მშობლებს არ ქონდა მაშინ სულ არ ქონდათ არაფერი ეს დახმარებაც კიდე რა არის დახმარებას ელოდები თვეში ერთხელ სადღაც ის ბოლოს მოდის კინაღა
იყიდი რაღაცას, 2 დღის საჭმელი მოგდის, იყიდი რაღაცას და всё დამთავრდა. დამთავრდა, ფული აღარ არის. მერე კიდე ერთი თვე უნდა ელოდო. მერე ნიციები უნდა იდო კიდე. მერე ნიციას რო გადაიხდი, კიდე ფული აღარ გრჩება ხელში, მაშინ ვიღაცა უნდა მუშაობდეს ოჯახის წევრი, რომ რაღაცა იყოს შეღავათი. შემშობლებს ახლა აქ პენსია და ისინიც კიდე თვეში ერთხელ ელოდებიან იმას, ყანა დავთესით ხალხო და 600 ლარი გადაიხადენ. უკვე და 600 კიდია მისაწვდომი. წარმოგიდგენიათ? იმდენი დაგვიჯდა. ყანის დათესვა რო სიმინდი მოვიძიოთ. მაგაშიც აღარ გვეხმარება მთავრობა კი კარგა ხანია, მაგრამ მაშინ არ დაგხმარებიე. არაფერში არ გვეხმარება. არაფერს არ გვაცნობს. სამსახური არ არის. ფული გაუფასურებულია. რა ვიცი მე. არაფერში არ არის დიდი შეღავათი. პირიქით. იმდენად არის ეს ფული გაუფასურებული, რომ თავი ვერ გაგვაქვს თვითონ წვემდე. სოფელში კიდე კი ლამაზია, კარგია, რა კარგია ბუნება რო ამწონდება, სოფელი რა კარგია. რაც არ უნდა ძალიან ბევრი ის რომ მოკიდია მსხვილში, ფერი არ მოდის. აი ისე არ მოდის, რომ შენ არ მოგშივდეს, რამე არ იყიდო, არ არსებობს. ეგ პერიოდი დამთავრდა, ჩაიარა, ყველაფერი უქონდა სახში. ნატარიასავით ან გაგიმართლებს ერთ წელს, ან არ გაგიმართლებს. ხო და ეს ისა ჩემი მშობლების პენსია კიდე ახლა ყანაში მიდის ყველაფერი, ყანაში ხარჯი. დედაჩემმა რამის აიტიროს ხოლმე ისე დღეში რა ატკინდო და მე ვუწყარი ამდენი ხარჯი. რა აზრი აქვს, ამდენი ფული გადაყარო და მაგის საფასურს ვერც მოიტან სახში. ცოტა ხანში ისევ სიმინდი იქნება საფიდელი. ძალიან ძნელია სოფელში ცხოვრება, ძალიან ძნელი. იცი რომ უტყუნებენ ვიღაცებს, შეიძლება დღეს არის ეს რაღაცა პროდუქტი მოვიდა, ერთ თვეს არის, მეორე თვეს და რა ვიცი, მთელი პერიოდი უკვე აღარაფერი არის, რა მე. დღეს თუ გაგწვანილი შეიძლება ხარ აღარ იყოს ამოწვას მზე რაღაცა შეჭამოს, ნერგები დააზიანოს კიდე. არ მომდის არაფერი, შარშა საუკეთესო ბოსტანი ხოდა, ეხლაც არის პამინდორები დარგული. პამინდორის სახლში არ იყო, ფიზიკურად არ იყო. წამლის, ყველაფერს უკეთებს დედაჩემი, მაგაში ცალკე ფული ხარჯება. მერე საჭმლის ფული შენ ფაქტურად აღარ გრჩება. იმას აკეთებ, იმდენი რაღაცა და დღეს ყველაფერში წამლა უნდა, ყველაფერში ფული მისდის და ამიტომ არის ხალხი გაიქცა საზღვარგარეთ. აი ამიტომ მიდის, ყველა მიდის. თუ ის არ ოჯახში არ მუშაობს და რამე თანხარში მოდის, ძალიან ძნელია დღეს სოფელშიც ცხოვრება. გინდა ქალაქში ყოფილ ხარ, გინდა სოფელში. დღეს გათვალ არ გიქნება. მერე მთელი წელი კიდე ასე იქნება, მშიერი იქნები ადამიანი. ვაიმე, ახლა ვიცი არ ვიტყვი იმას. რაღაცის ქმა მინდოდა, მაგრამ აღარ ვიტყვი, შეიძლება სხვანაირად გაიყოს. ძალიან ძნელია. ჩემზე ვინმეს თუ რამე გაინტერესებთ, ჩემო კარგები, შეგიძლიათ დამისვათ კითხვები. იპასუხოთ. აქედან წასვლას არ ვაპირებ, YouTube-დან აუცილებლად გადავიღებ ვიდეოებს. აუცილებლად მოვა. რა თქმა უნდა, ზოგჯერ არის პერიოდი ჩემი ცხოვრებაში, ყველასთან არის ოჯახში კამათი, რაღაცა სტრესი, რაღაცა ის, ეს ბუნებრივია ყველასთან არის. მაგრამ როცა არ ხარ განწყობაზე, ეგეც არის, რომ ვერ გადაიღებ. ცოტა ისე ხომ უნდა მოხვიდე, დაძაბული არ იყო და სხვა წარ დაძაბო. განერვიულებული, მაგრამ არ თავშე და გადავიღო. ზოგჯერ ესეც არის. ამიტომაც არ ვიღებ. ზოგჯერ არის დღეები ისეთი, რომ მაგის გამოც ვერ ვიღებ ხოლმე.
ერთმა დამიწერა მარიამმა, მგონი, ხო იციოთო, შენი წასვლობებს გაუხარდება, ნამდვილად არ გავახარებ, არც არავისთვის მიკითხია იმ ჩემ მტრებისთვის აქ რო შევიძინე, არაფრის გულისთვის. არც იმათუ შემიკითხია მის დროზე, არც მოსვლას შევეკითხები და არც წასვლას შევეკითხები. და სადმე რას მოვერგები კიდე, არავის საქმე არ არის. რა თქმა უნდა, მასეთ ადამიანებს გულისხმობ, თორემ ვინ ჩემსკენ კარგი გულით არის, ყველას გაგიმარჯვოთ ღმერთმა და ეს ბოროტებიც კიდე უდანაშაულად რომ მტრობენ ხოლმე. ისინიც ღმერთმა სიკეთისკენ მოგაქციოთ. რა არიცი? ჩემო კარგებო მიცაღლები ხართ. რომ მოვედი, ჩემს შესახებ არ მithქვია ის, რომ რაღაცა მძიმე ესენი მქონდა და გადავიტანი დამამარცხე. როცა არიციან ადამიანები თავს გესხმიან, განწყავენ, ქოლავენ, მე როცა ვიტყვი რაღაცებს და გავიდა. აი, ხანი იყო გასული, რომ თქვი რაღაცა კომენტარის გამო ვიტყვი რაღაცები მოხერი მე და შემეკითხენ რაღაცები და მოყვევი და მე ბევრ შეეცვალა ჩემს მიმართ დამოკიდებული. არ შეიძლება ადამიანის მიმართ. აი, ვიღაცა მოვიდა, დაიწყო იუთუბერობა, მიხვიდე, ლანցხო, ჩაქოლო იქამდე, სანამ არ გაიგებ, რომ ამ ადამიანს რა გზა გამოვლია. არ შეიძლება ნამდვილად, მე რა ვიცი ეგეთი რამე არავისთვის არ გამიკეთები, არც მიკადრები. ამის ძალიან ცუდია, ვინც მასე ფიქრობს, მასე აკეთებს. არ შეიძლება ადამიანს ეგრევე მივარდეს, სადაც რა პლატფორმაზეც არ უნდა იყოს, სად რა არ მინახავს მიყურებია, არავის არც უწერ არაფერს სულს. ახლა აქ კიდე YouTube-ში თუ იმას უყურებ, ისაც უყურებდი, იმასაც ზოგჯერ გადავავლებ თვალს და ლაიქს უწერ, დაულაიქებ, კომენტარს დაწერა, არ ვიცი ნაკლებად იშვიათად, მაგრამ ზოგს უწერ ხოლმე კომენტარს. ულაიქებ აუცილებლად. და არ მინდოდა რა ჩემი ამბები მე თავიდან არ მოვწევი, არ მინდოდა იმით მოსულიყავი, რომ აი მე რაღაცებს დამიმართა და ვინმე შევწოდებოდი. ნამდვილად არ მინდა, რომ ვინმეს ვეწოდებოდი. და ვინმეს თვალში რაღაცა საწოდავი გამოვჩნდა, იმიტომ რომ რაღაცა გადავიტანე და დღესაც ვეფხვი კიდე. მედი არამე კიდე არ გამიმეორდება, ვიცი რა. მე ვახელავ დიდია, როგორც წინასწარ მოიწევს. ასე რომ ასე. მოკლედ გითხარით ჩემ შესახებ რაღაცები, მაინც არ ვიცით. ძალიან მოკლედ გიგონიერად მომართ. არ ვარ ენაწყლიანი, არ მიყვარს ბევრი საუბარი. არიან ადამიანები ძალიან ბევრს საუბრობენ. რაღაცა ისეთები არიან, რომ ისეთ რაღაცებს იყვიან, ამბობენ. იარონ ასეთი. აი ასეთივე ჭურსტები მასში, ასეთივე ფერი, ამას კი შეეფერებ. ჭურსტები წაღებელი მაგახარ. ჯერებით ეგეც ვერ ვიყავ. ნაცი მოვიცლი ჩემ თავისთვის. ავილებს არ დაავიდა საშველი არ გაიშალა. კი ესე გვირდებში. ისე ჩაბურულია ყველაფერი შემოდგომაზე აბსოლუტურად ყველგან ყველაფერი ჩას. აი იქით კუთხეში დასახლებული მას. ყველაფერს დაინახავ იმ ქუჩაზე იქით მოსახლეობას.
სახლები ყველაზე ჩანზე ახლა ისე დაბურული, კი რა აქ არ ჩანს არაფერი. ასე შემოკარგებო. სამწუხაროდ თავრობა არ გვიწევს ხელს. ყველა ვერ წავა საქართველოდან. ჭირს ცხოვრება სოფელშიც, ქალაქში. ქალაქში ხო მით უმეტეს. მაგრამ ახლა ქალაქში საკ პლუს დიდ ქალაქებში საკ პლუსი რომ რაღაცა ეს წვრილმანი რამე სამუშაო თუნდაც წვრილმანი რასაც ქვია დალაგება დასუფთავება მარკეტებში მუშაობა ხო კატასტროფა აქაც მუშაობს ისინი ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან ძალიან ცუდ პირობებში არიან და რა ვიცი რატომ უნდა იყოს საქართველოში ასე ყველაფერი გაძნელებული არ ვიცი ქართულ საზოგადოებას თვითონ ქართველები არ აფასებენ. ვიღაცას ეწერა ვიდეო ქონდა ჩაწერილი. მაშინ ორდაბიჩი ვნახე თუ სად არ ვიცი რომელ მარკეტში შესულა ქსელებში და ველოდებოდიო და ესე ორი განყოფილება იყო ეგეთ ერთი მოლარი იყო აქეთ მეორეო და ერთი უნდა მეორესო ახლა შენ და ჩეკის სკამზე და რას ხედავ შვიაში ერთი სკამი აქვს. კამიც არის ხო თითო რო ქონოდა ორივე კოპოსო თურმე მორიგეობით იჯდავ მე ოხოვი ჯექიო მდიხანს ახლა შენ და ჯექიო და ისვენე უთხრა დამშდარმა იმუშავის კამისე და ჩემ გაუცებას ეს ყარი არ ხონდა მარტ ხალხო როგორ შეიძლება არ ვიცი ასე სად ხდება რომელ რა ქვეყანაში ვცხოვრობ პირველ ყოფილები ხომ არ არიანო როდემდე არ უნდა განვითარდეს ეს ხალხი ან აზროვნებით ან მოქმედებით რა ვიცი მე თანამედროვებას რას უძახიან იცი ქართველებს რა აქ წუდი აიტაცებენ თავისუფლებაში და თანამედროვეობაში რა შედის სწორად ვერ გებულობენ მაგას ყველაფერი ცუდი რაც არის მაგას აიტაცებენ მაგაში ითვისებენ და ეგ გონიათ ყველაფერი რადგან 21 საუკუნეა რადგან თავისუფლება გონიათ რომ ყველაფერს უფლება აქვს და ყველაფერს უფლება იცი როგორ ან მოგწება, ზრდილობა არ აქვს, ჩაცმის კულტურა არ აქვს. ორიენტაცია შეცვლილ ხალხზე აღარ ვამბობ, სულ გაირკვნა და წაიგვიწა მთელი საქართველო, რა ვიცი, მე ვირას აკეთებს. უკვე ძალიან საშიში მდგომარეობა და როცა ამ თემასაც შევეხები ხოლმე ბევრს ესეც აღესიანებს, ვისაც შვილი არ ყავს ალბათ, რა ვიცი, მე თუ ყავს და მაინც ასე აზროვნებს, არ ვიცი და ვისაც შვილი ყავს, უნდა ეშინოს ასეთი რაღაცეების, ვინ ისურვებს, მაგრამ ასეთ რამეს მიშვილისთვის. ეს ხალხი სულ გაგიშდა, სულ გადაგვარდა. ნული კულტურა, შეგნება, ქცევა. რა ვიცი მე აზროვნება. თავისუფლებას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გააკეთო და დაუფარავად იასპარესო და რა ვიცი მე აღარაფერი აღარ ჩვენეთ მე მგონია ეს ხალხი ბოლოს სულ შიშველმაც რო გაიაროს, სულ უკვე ზირწმენი აღარ იქნება. არავის არ ჩანს მასე კონტროლებ რამეს რატოაც შემედგე და არც იმაზე უბრალოდ აზროვნება მეტი არ აქვს. ამას ფიქრობენ, რომ ყველაფერი შეიძლება. შეიძლება ნორმის ფარგლებში, ზრდილობა და კულტურა ყველგანაა საჭირო. ჩაცმისაც, მოქცევისაც და რა ვიცი მე, საუბრისაც. რა ვიცი ჩემო კარგო ეს გაცნობის როგორ გამომივიდა, მაგრამ ამაზობაში ყველა თემაში ვეხე. მე მგონი წინა ვიდეოებში მე რაც ქონდა გადაღებული უფრო მქონდა მოყოლილი ვცლად რაღაცები, მაგრამ ძალიან ბევრი წავშალე. მე არც უნანებ რო წავშალე, კარგი თქვენი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რაღაც წავშალე, არც მაგაზიად დავდოთ მონეტიზაცია ჩაერთება, მაგრამ მე აქ მაინც მოვალ. მაინც გადავიღებ, იმიტომ რომ ძალიან შემიყვარდა აქ მოსვლა, ძალიან მიხარია აქ მოსვლა. და ძალიან მაკლია ხოლმე რაღაცა ისე განვიცდი, რომ აქ ვიჩათ ერთი წუთით. ვერ მომკირო. რა ხდებოდა მაინტერესებს ჭიშკრის
წხმა იყოს. აი მეორე გაიგეთა. მაგრამ დენია ხარ. ეს აბიბინდა უკვე რა. ესეც ძალიან დიდია. ესეც მოკლედ ჩვენს ქუჩაზე მიწები დაიყიდა. ახალ მეზობლებში მოგიომატება, სახლებს აიშვენებენ. 1, 2, აქეთ მესამე. ამა ეს უკვე ამა შარჩან აიშვენებენ. დაჩათი გამოიყენებენ დასასვენებლად. შევაზაფხულობით აქ. აქედან მერე სხვა ახლოსაა სხვაზე წასვლას რა უნდა. თუ შენი მანქანა ყავს, რა უკეთესი. მაგრამ მაინც იქ დარჩენა და დასვენება კარგი. ამდენი რო არის არო წინ და უკან. მაგრამ აქედანაც ახლოს არის რა. ეს ახლა ერთმა ის ჩაიტანა კონტეინერი. დიდი კონტეინერები რო მანქანას რო ადგამენ ისეთი იმაში უნდა ის შეუძენია სპეციალურად ახალი იმაში უნდა გააკეთოს სახლი. მე ვნახე გადაცემაში კონტეინერის სახლები ვნახე, გადაცემა იყო ოღონდ უცხოეთში იყო კონტეინერის სახლები, სადაც იყო სპეციალური ადგილი და იქ ხალხს ჰქონდა ნაქირავები, ჭასო ხალხს, სადაც მუშაობდა ის ხალხი და მანდ იყო შესულები მასით კონტეინერ სახლებში და იქ ხდიდნენ გადასახლებას. ვიღაცას უყედი ეს ახალი კონტეინერი ძალიან ძვირი დაიშალა რა ვიცი მე და მოიტანა და დაადო მეზოში სადაც იყიდა ის ძველი სახლი აიხენხის სახლი და იმაში უნდა გააკეთოს. რა ვიცი ძალიან მაგარ სახლს აკეთებს და არ იცი როგორ იქნება. არ ვიცი ალბათ 1-2 ადამიანს ეყოფა. ახლა კონტეინერი არ ვიცი როგორ აკეთებს. აქ ახლა აქ პირდაპირ ჩვენ პირდაპირ დიდი ეს მიწის ნაკვეთი გაიყიდა და იქ სახლს აშენებენ ალბათ. ღობე უკვე შემოავლეს, ძველი მოხსნეს. ახალი ღობე გააკეთეს. ეს ჭიშკარ ჩადგამი. ძველ ჭიშკარს გაუხმებენ. დაჩა დასახლება იქნება ჩვენი უბანი. ესე გადაწყვეტა. მე მიყვარს ხის სახლები, მიყვარს ხის ფინურსტირში როა ის პატარა სახლები. ეგეთი მიყვარს. კაი. ეგ რომ მიდიხარ ზღვაზე, მასეთები რო აქვს გაკეთებული, ვაი მე როგორ მომწონს. თუნდაც თაში ეს პატარა ისინი. სახლები. კარგი. მაგრამ ეს არის ხა მზეში, მანდ გაჩერება ცოტა ძნელია, მაგრამ გამაგრილებელი საშუალება უნდა გქონდეს აუცილებლად. მე როგორ მეტყობა, მე ვფიქრობ, რომ მეტყობა ის დიდი რომ მაგდები კომეთრა არ გეტყობა, როგორ მეტყობა. ეს არის წელვადი რაღაც. ზოგადად ერთი ასე ამოკლება უნდა. ცოტა მასში უნდა გამოკლება, რომ არ იყოს ასე. ვერა ისე ყველანაირად დაბლა არ მაქვს დიდი მასში უკვე წენუადი და აქ არის ზევი ნორმალური კაი კაბა გრილი ოხ ჩემი მამალის ყველა წუთში ყივის რა ხას რა იყო ერთ ტოტზე იქნა ერთი ტოტზე გამოიყო კარგები ამას გადამოვა უნდა ტოტებს უნდა ეს
დაჭერა და საუკეთესო იქნება მერე. მოვლეთ ასე ჩემო კარგებო, ახალი მეტი არაფერია. ხაიმე ემჭადი რომ აქ დაკრული თუ არ მივხედე. ცუდად იქნება იმის საქმე. თავზე ენდემება გადაძრობა, ის უნდა მოშრეს. და მერე უნდა ეს გადავაბრუნო. თუ არ მოშრე იქამდე არ უნდა გადავაბრუნო. წავიდი ახლა. თურმე რამის გაინტერესებს ჩემო კარგებო, შეგიძლიათ გკითხოთ, მომწეროთ. გიპასუხებთ. აბა მომავალ შეხვედრამდე დროებით